ისინი ისარგებლა მსოფლიო ბანკმა დასკვნითი სიტყვის უფლებით მას შემდეგ რაც ადვოკატმა დაასრულა დასკვნითი სიტყვა პაატა ბურჭულაძე აცხადებს რომ ეროვნული კრების და 4 ოქტომბრის დიდი შეკრების მთავარი ორგანიზატორი იყო ის ქართულ ოცნებასთან ერთად რადგან სწორედ ქართული ოცნების ნაბიჯებმა გამოიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში და ამ დღეს ქართულმა ხალხმა თქვა რომ ქვეყანას სჭირდებოდა ცვლილებები მსოფლიო ბანკმა დღეს განსაზღვრელი სკამიდან გააკრიტიკა ოპოზიცია მიაჩნია რომ არასწორად იქცევიან პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, როდესაც ამ დღის მნიშვნელობაზე ბევრს არ საუბრობენ, მაშინ როდესაც ქართულმა ხალხმა ამ დღეს სწორედ საკუთარი ნება გამოხატა და თქვა რომ უნდათ ცვლილებები, თქვეს რომ უნდათ ცვლილებები. პაატა ბურჭულაძე აცხადებს რომ სამართლიან სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება მის საქმესთან დაკავშირებით. პოლიცია მე მოვიწვიე ეროვნული კრება. ყოველ შეკრებაზე ქართულ ხალხს, რომელსაც საკუთარი შვილების მომავალი გადასარჩენად სჭირდება გადაუდებელი ცვლილებები და ამიტომაც ერთად პირველად საქართველოს ისტორიაში ჩავატარეთ ეროვნული კრება, რომელშიც არ მონაწილეობდა არც ერთი პოლიტიკური პარტია, თუმცა მონაწილეობდა სრულიად საქართველოს წარმომადგენლები, მათ შორის აფხაზეთიდან და სამოქალაქო. ჩემი აზრით და ალბათ ჩვენ გამეთანხმებით ბატონო სამართლე ეს იყო ისტორიული და დროული შეკრება სადაც მოქალაქეებმა გამოხატეს აუცილებელი ცვლილებების სურვილი. მე არ მესმის ოპოზიციური პარტიების ისეთი მდგომარეობა 4 ოქტომბრის გარშემო რომელსაც ისინი ატარებენ. იმის ნაცვლად რომ მუდმივად საუბრობდნენ ხალხის სურვილსა და მონდომებაზე რომ ქვეყანა ევროპული გზით განვითარდეს ისინი დუმან დააძლევენ საშუალება ქართულ ოცნებას, რომ მთელი ყურადღება გადატანა იქნეს ეროვნული კრებიდან მოხალხებულ არავისთვის საჭირო ძინის ღობეს. ამაში მას ეხმარება მითრომ ოპოზიციური პარტია, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და საკუთარი წარმომადგენლობა და უსუსურობა დააბრალა ეროვნულ კრებას. იმის დასტური რომ 4 ოქტომბრის წარმატებული არის ის, რომ მას შემდეგ გაშინებულმა ქართულმა ოცნებამ ტროტუარზე დგომაც კი აღწევს. ბატონო მოსამართლე, მე ძალიან ვამაყობ ამ დღით იმ მდგომი ადამიანებით და ვერის სასამართლოსგან განმარტებას, თუ რა დააშავა ქართულმა ხალხმა და პირადად მე. დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას ადვოკატმაც ბექა ბასილაია აცხადებს რომ ბრალდება რომელზეც არის დაყრდნობილი სწორედ ეს სისხლის სამართლის საქმე რის გამოც განსაზღვრელი სკამზე ახლა 10 ადამიანი ზის არის აბსურდული საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი და არც პირდაპირი ირიბი მტკიცებულებები საკმაოდ ცლად მიმართა დღეს ადვოკატმა სასამართლოსგან არ აქვს ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი ბასილაიას იმიტომ რომ მისი შეფასებით ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და სწორედ პოლიტიკური მიზნების გამოყავთ გამოკეტილი ციხეში მათ შორის მურთაზ ზოდელავა ჩვენ შეგვიძლია ახლა ამონარადი მოვისმინოთ ბექა ბასილაიას დასკვნითი სიტყვიდან როგორც იცით ტელეგრამ არხზე ვრცელდება სხვადასხვა ჩანაწერი და ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ერთ-ერთი ამონარიდი სწორედ დასკვნითი სიტყვიდან. სასამართლო განხილვებისას ეჭვს შეუტანლა დადასტურდა რომ ამ ხუთეულს 4 ოქტომბრამდე რაიმე კვეთა აქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით არ ქონია. ამის საპირისპირო მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება. ყალბი პატაკიც კი არ არსებობს, რაც 4 ოქტომბრამდე ან 4 ოქტომბერს აქციის გამართვამდე ამ ხუთ ადამიანს აქციის საორგანიზაციო საკითხებზე ერთმანეთთან დააკავშირებდა. აქციას თავიდანვე ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი, რასაც ადასტურებს. პირველი, აქ წარმოდგენილ ბრალდებულთა საჯარო განცხადებები. მეორე, მერიისადმი მიმართვა აქციის შატარებასთან დაკავშირებით და მერიისგან მიღებული პასუხი. არც ერთ სამართალდამცავ ორგანოს 4 ოქტომბრის აქციის მშვიდობიანობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ არ არის ერთი დოკუმენტიც კი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში, რომ აქციის მონაწილეების მიმართ რაიმე წინასწარი, თუნდაც გამაფრთხილებელი ღონისძიება გატარდა. მურთაზ ზოდელავამ დაკითხვისას დეტალურად განმარტა 4 ოქტომბერსვე საჯაროდ გაცხადებული საკითხი ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან გადაადგილების მოწოდების მოტივაციის შესახებ.
მისი თქმით, ორბელიანის მოედანზე განვითარებული მოვლენების განმუხტვის მიზნით მოქალაქეთა გამოსაყვანად გაჟღერდა აღნიშნული მოწოდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მშვიდობიან მოტივაციას. ამასთან ჯგუფური დანაშაული აუცილებლად გულისხმობს ჯგუფის წევრებს შორის როლების გადანაწილებას, ყოველი პირის ფუნქციის განსაზღვრას და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით ერთი სიტყვა მაინც ამოიკითხეთ დასკვნით სიტყვაში. ერთი მტკიცებულება მაინც გამოიკვლიეთ სასამართლო განხილვისას. არა, ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. არავითარ ჯგუფურ მოქმედებას 4 ოქტომბერს ადგილი არ ქონია. ხალხის სტიქიურ ბრას უსამართლობის წინააღმდეგ კი. ამ წუთებში სასახლის ღობის საქმეზე შესვენება არის გამოცხადებული 10 წუთიანი. 10 წუთის შემდეგ სხდომა განეხლდება. დღესვე სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძის ადვოკატიც არ არის გამორიცხული, რომ თავად ნადირაძემაც მიმართოს სასამართლოს და ამ ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.